პირდაპირ ეთერში წამყვანი მალხასტოფურია დღეს 25 მარტი არის ტრადიციულად ორშაბათს პირველის ნახევარზე მე 1 საათი გავატარებ თქვენთან ერთად ამ სტუდიაში და ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემებზე, იმიტომ რომ სტუმარს შესაბამისად ძალიან საინტერესო იშვიათი პროფესიის წარმომადგენელი მყავს და სანამ სტუმარს გაგაცნობთ და გადავიდოდეთ, ბოლო ერთი კვირის მიმოხილვას ალბათ პატარა რეზუმე გავუკეთოთ და მინდა დავიწყო ერთი ტრაგიკული შემთხვევით, რაც მართლა არ უნდა ხდებოდეს არსად, ეს არის ერთი წლის ბავშვის გარდაცვალება შიმშილით, რომელიც არ ვიცი, ალბათ გულგრილი არავინ არ დატოვა და მე მგონია რომ კიდევ ბევრი ბავშვი შემუქრება ანალოგიური ხიფათი, ღმერთმა ქნას ეს უკანასკნელი იყოს ესეთი შემთხვევა და არ უნდა ხდებოდეს ისეთ ქვეყანაში, როგორც საქართველო არის, ბავშვის სიკვდილით, საერთოდ ადამიანის სიკვდილით შიმშილიანობა, ეს არ ვიცი, ეს ხდებოდა ალბათ რაღაც უკიდურეს შემთხვევებში, რაღაც ექსტრემალურ სიტუაციებში, სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა დროს და მოსაყოლად ქონდა რომ თქვა უკრაინაში იყო, ეს ადრე ვოლგისპირეთში იყო რევოლუციის დროს. სამწუხაროდ ეს დღევანდელი რეალობა არის, ბევრი კითხვები თავისთავად ჩდება, იმიტომ რომ შესაძლოა მშობლები ცოცხლები არიან და ბუნებრივია ცოცხლები ვიწყებძე არიან, რომ იკვებებიან ბავშვი შიმშილით, რატო უნდა მოკვდეს. მიცდება კიდევ სხვა კითხვები, ამაზრზენი არის ქვეყნის პირველი პირის, უკვე ნაპირალის პრეზიდენტის საქციელები, რომ დროშა დაუშვა და ვითომ ძალიან განიცადა, თუმცა ამ ოჯახს როგორც შემდგომში ირკვევა, თავის დროზე გაჭირვებული სტატუსი არ მიანიჭეს და ეს თავისთავად ეხა ეს შეიძლება ისეთმა ადამიანმა იგლოვოს, რომელსაც არანაირი ბრალი არ მიუძღვის და როდესაც პირდაპირ ახალ ჯართული და ეს ბავშვი აჭარიდან გახდა და აჭარაში უკაცრავად ღრეობის და დროსტარების კერად გქონდა ქცეული, ესეთი ოჯახები ბევრი იყო და სამწუხაროდ დღესაც არის და ვფიქრობ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, ის მინიმალური ზღვარი, რასაც ქვია კვების პრობლემის გადალახვა ქვეყანას, რომელსაც პრეტენზია გვაქვს ევროპული ოჯახის წევრი გავხდეთ, არ უნდა იდგეს ესეთი პრობლემა, რომ ვიღაცა შეიძლება შიმშილით გარდაიცვალოს. რაც შეეხება პარლამენტში საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, უნდა დაინიშნოს რიგგარეშე სესია, სადაც საბოლოოდ უნდა გადაწყდეს მოსამართლეების ბედიყვალი და სასამართლო მართლა უნდა გათავისუფლდეს იმ მარწუხებისგან, რასაც ქვია ნაციონალური მოძრაობის ერთი პარტიის დიქტატი, სასამართლო რომელსაც ნულოვანი ადვოკატის ნულოვანი გათვალისწინება ქონდა 100% პროკურატურის აზრებს ითვალისწინებდა 1 ოქტომბრამდე, დღეს პირიქით მოგვევლინა აბსოლუტურად ყველაფერს უარყოფს პროკურატურის მიწოდებულ მასალებს, რაც მძიმე დანაშაულიც არ უნდა იყოს და ითვალისწინებს ადვოკატების ეს ერთი რადიკალიზმიდან მეორე რადიკალიზმში გადავარდა სასამართლო, რომელიც აუცილებლად რეალურად მოითხოვს განთავისუფლებას, მე არ ვიძახი რომ სასამართლო დამსჯელი რაღაც უნდა იქცეს, მაგრამ სასამართლო უნდა იქცეს სამართლის კერად. ეხლა მე დავასრულებ ამით ამ მოკლე მიმოხილვას და მინდა ჩემი სტუმარი წარმოგიდგინოთ. მე მოგახსენებთ, რომ ძალიან საინტერესო სტუმარი არის, პროფესიად ძალიან საინტერესო აქვს. ქეთევან პაპუნაშვილი და გეტყვით, რომ ეს პროფესია არის გენეოლოგია. გენეოლოგია არის მეცნიერება, რომელიც არ ვიცი, ხა შეიძლება ბევრ ერს და ბევრ სახელმწიფოს ეს მეცნიერება აბსოლუტურად არ ესაჭიროება, უბრალოდ მიზეზის გამო, რომ იქ ამის შესწავლის საშუალებები და საფუძვლები თითქმის არ არის, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ყველა ერს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რაღაც თავისი იდენტობის გამომხატველი, ერთ-ერთი იდენტობის გამომხატველი, რაც არის გვარი, რომელიც ჩვენთან მრავალი საუკუნით მოდის და მრავალ საუკუნეებში არის მისი ფესვები გადგმული, ეს ბევრი ერის ფუფუნება არ არის, რომ ბევრ ერებს მოგეხსენებათ მე-19-მე-20 საუკუნიდან საერთოდ ესეთი მცნება გვარი უჩნდება. ისე როგორც ქართული ანბანი, რომელიც დედამიწაზე 14 შორის ერთ-ერთი არის, რაც ჩვენ გვაძლევს დიდი სიამაყის საფუძველს იმის ფონზე, რომ დედამიწაზე 3000-მდე მოქმედი ენაა, ხოლო ანბანი 14-ია და ერთ-ერთი ჩვენი ქართული არის და გალბატონო ქეთევან, აი პირველი კითხვით მინდა გადმოვიდე. რამდენი წელია თქვენ ამ საქმეს, უბრალოდ თქვენ წარდგენა მინდა და გაცნობა მაყურებლის, რამდენი წელია თქვენ ამ საქმეს ემსახურებით? კი ბატონო, მივესალმები პირველ რიგში მსმენელს და მაყურებელს. მე პირადად 12 წელია, რაც ამ საქმეს ვაკეთებ.
ანუ 12 წელია რაც საქართველოში მცხოვრებ არა მხოლოდ ქართულ საგვარეულოების ისტორიებს ვიკვლევთ, ნებისმიერი გვარის ისტორია, რომელიც საქართველოში, რომლის შესახებაც საქართველოში არის შემონახული ისტორიული მასალა, ჩვენთვის არის ძალიან საინტერესო. მაგრამ ამ 12 წლის გარდა ჩვენთან მუშაობენ მეცნიერები, რომლებსაც დაახლოებით 25-30 წლიანი გამოცდილება აქვთ მუშაობის და ჯერ კიდევ მაშინ, როცა გენეალოგია თვითონ თემა და როგორც მეცნიერების დარგი პრაქტიკულად აკრძალული იყო კომუნისტების დროს, იმ დროიდან ჩვენ გვაქვს უკვე შემიძლია თქვა, რომ ადამიანებს, რომელთან ერთადაც მე ვმუშაობ, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება და რაც შეეხება ინტერესი საქართველოს მოქალაქეების მხრიდან განურჩევლად ეთნიკურობისა ძალიან დიდია ამ თემის მიმართ, იმიტომ რომ ადამიანებს აინტერესებთ თავიანთი გვარის ისტორია. ოღონდ ძალიან ბევრმა არ იცის რა არის გენეალოგია და რა სწავლობს გენეალოგია. ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს გავარკვიოთ რა არის გენეალოგია, გაუწიოთ ამ თემას პოპულარობა და შემდგომში უკვე თუ მათ აქვთ სურვილი დავეხმაროთ და გავაკეთოთ, შევქმნათ გვარის ისტორია, იმიტომ რომ გვარის ისტორიები შექმნილი არდევს არსად. გვარის ისტორიები იწერება დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით ეთნოგრაფიული მასალის მოშველიებით აუცილებლად, იმიტომ რომ ეთნოგრაფიული მასალა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც არ ინახება არც ერთ არქივში და ეს მასალა არის შემონახული ადამიანების მეხსიერებაში, გვარის უხუცესების მეხსიერებაში. ისინი ჩვენთვის ძალიან საჭირო ადამიანები არიან, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას ინახავენ. გაბატონ კეთებან, ახლა აი პირველი შეკითხვიდან უცბად მეორე შეკითხვა დაემბადა ბუნებრივად. ანუ მე რიგით მოქალაქეს გამიჩნდა სურვილი და ძალიან ჯანმრთელი სურვილია, რომ ვიცოდე ჩემი წინაპრები, როდიდან მოდის ჩემი გვარი და რა აი ესე იგი არსებობს ესეთი ეს დავარქვათ სამსახური, სადაც შემიძლია მოგმართოთ და არ ვიცი, ხა იქ ხელშეკრულების საფუძველზე ხდება, რომ და ჩემ გვარზე თქვენ ჩაატაროთ გარკვეული კვლევა, წარმომავლობა პირველად როდის მოიხსენება ისტორიაში არსებულ წყაროებში, თორე ხა დაკარგულში ბუნებრივია თქვენ ვერ მოძებნით. ანუ ესეც და სად მდებარეობს, აი თუნდაც ხა ჩვენი ოფისი მდებარეობს გორკის ბაღში, თეატრის შენობაში, იქ გვაქვს პატარა ოფისი, სადაც ჩვენ შეგვიძლია რომ მივიღოთ სტუმრები, თუმცა მე პირადად პრაქტიკულად მუდმივად მუშაობ არქივში და სხვადასხვა საცავებში, იმიტომ რომ საქმე რომელსაც მე ვაკეთებ ოფისში ჯდომით არ კეთდება ეს, აუცილებლად უნდა მივიდეთ და რა საცავები გაგვაჩნია? ჩვენ გვაქვს თქვათ ხელნაწერთა ინსტიტუტი, რეგიონალური საცავები, ცენტრალური არქივი ვაჟა-ფშაველას პირველ ნომერში, სადაც კვლევარებისთვის, ანუ ჩვენთვის არის ხელმისაწვდომი დოკუმენტი. არა, უფასოდ არა, ნებისმიერ დოკუმენტში ჩვენ ვიხდით გარკვეულ თანხას და ყველა დოკუმენტს აქვს განსხვავებული ფასი, ეს თქვათ სიძველის და ხარისხის მიხედვით. მე შემიძლია ხა თქვენ რომ მითხარით რომ გაგიჩნდათ სურვილი, მე წამოღებული მაქვს აქ ერთ-ერთი ნაშრომი, რომლის მიხედვითაც მე შემიძლია მაყურებელსაც და თქვენს და მსმენელსაც აუხსნა როგორი იქნება დასრულებული სახე ნაშრომის, ანუ ადამიანი რას მიიღებს, რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ და რამდენად ვაკმაყოფილებთ ადამიანების მოთხოვნილებას და შეიძლება ხო ალბათ რომ დიახ, მეც იმიტომ რომ მართლა ესეთ საინტერესოს და ესეთი ადამიანისთვის მართლა ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ თუ წინაპრ სამწუხაროდ ტენდენციად იქცა, რომ ჩვენ ისტორია და წარსული არა გვაქვს ლამის და ფესვები ჩაჭრილი გვაქვს და 2003 წლიდან დაგვეწყო ისტორია და მე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, მნიშვნელოვნად ვეცდები რომ ჩემი შვილებიც ისე გავზარდო, რომ მათთვისაც მნიშვნელოვანი იყოს, საიდან არიან, რა გორის არიან და მე ამაში აი რა ვიცი, ძალიან დადებით ტენდენციას ხედავ და ძალიან მაინტერესებს აი მართლა ეხლა რა კონკრეტულ მაგალითს ეგნებავთ ალბათ. დიახ, და აქ კიდევ რა მინდა რომ დავამატო. გვარის ისტორია არ არის მხოლოდ ერთი გვარის ისტორია. გამომდინარე იქიდან, რომ გვარი დაიბადა და განვითარდა გარკვეულ ეპოქაში და გარკვეულ სოციუმში, ეს ასახავს, გვარის ისტორია ასახავს იმ კონკრეტული პერიოდის საქართველოს თქვათ კანონმდებლობას, ტრადიციებს და ასე შემდეგ. ეს არ არის საინტერესო მხოლოდ ერთი გვარისთვის და მხოლოდ ერთი პიროვნებისთვის. ეს არის რაღაც აი დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით ჩვენ შეგვიძლია გავარკვიოთ, თქვათ აი იმ ეპოქაში რა მდგომარეობა იყო საქართველოში, თუნდაც თქვათ სამართლის კუთხით, თუნდაც ტრადიციების კუთხით, წესჩვეულებების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა ისევ რომ დაუბრუნდეთ, თქვათ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ და რითი შეგვიძლია დავაკმაყოფილოთ ადამიანების ცნობის მოყარეობა, რომელიც აქვთ ადამიანებს. პირველ რიგში ჩვენ მოკვლევას ვიწყებთ გვარსახელის ეტიმოლოგიით. ჩვენ აქ უნდა განვასხვაოთ, გვარსახელი არის
გვარი, თქვათ, ჩემი გვარი ავთ, აი პაპუნაშვილი არის გვარსახელი, მაგრამ პაპუნაშვილების გვარი ამ შემთხვევაში პაპუნაშვილები უკვე გვარია, გვარმოდენილობაა. პირველ რიგში ჩვენ ვიწყებთ გვარსახელის ეტიმოლოგიის გარკვევით, ანუ როგორც ლექსიკური ერთეული, როგორც სიტყვა რას ნიშნავს, თქვათ, პაპუნაშვილი, რას ნიშნავს, თქვათ, თოფურია. ამის შემდეგ, როდესაც ამის მოკვლევა კეთდება, ამის შემდეგ ჩვენ გადავდივართ უკვე ეთნოგრაფიული მასალის შესწავლაზე და ეთნოგრაფიული მასალა ჩვენ ძალიან გვეხმარება დოკუმენტურ მასალაზე გასვლაში, იმიტომ რომ ეს არის გარკვეულწილად რაღაცა ძაფი, რომელიც გვაკავშირებს დოკუმენტურ მასალასთან. ეხლა მაგალითისთვის მოვიყვან, თქვათ, ესეთ სიტუაციას. აი ჩიტიშვილების გვარში იყო ესეთი ლეგენდა შემონახული, რომ რამდენიმე ძმა ჩიტიშვილი ცხოვრობდნენ ერთ სოფელში და მათ დაიმეგობრეს დევი. და რომ მე ამ დევმა გადაიბირა ძმები, სოფელმა გარიყა ეს ძმები ჩიტიშვილები და შემდგომ განვითარდა მოვლენები ისე, რომ ძმები გახდნენ იძულებულები, რომ მოეკლათ დევი. აი ეს არის აბსოლუტურად აი ძალიან ზღაპრის მსგავსი ლეგენდა, ხო? და რაც თავარია ამ ჩიტიშვილების გვარის წარმომადგენლებმა აბსოლუტურად ყველამ იციან იმ ძმების სახელები, რომლებიც დაუმეგობრდნენ დევს და ცხოვრობდნენ სოფლის განაპირას. ძალიან საოცარია და ძალიან უჩვეულოა, რომ ჩვენ აქედან გავაკეთოთ რაღაცა ბმა, იქ სადაც არის დევი, თქვათ აი მე-18 საუკუნის ბოლოს ვყავს ლეგენდაში დევი, ძალიან ძნელია რომ ეს დევი დაუკავშირო რეალურ დოკუმენტებს და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ წერთ ზღაპრებს, ჩვენ წერთ რეალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით. როდესაც ჩვენ გადავხედეთ დოკუმენტებს და მოვიძიეთ, ჩვენ აღმოვაჩინეთ ერთ-ერთი აღწერა, სადაც იყო მოხსენიებული ჩიტიშვილების გვარები და სახელები და არ იყო მოხსენიებული ის ორი ძმა და შემდეგ აღწერაში, რომელიც ჩატარებული არის დაახლოებით 10 წლის შემდეგ, არის უკვე ის ორი ძმა მოხსენიებული და სახელები ემთხვევა. ამის შემდეგ ჩვენ ვიგებთ, რომ ჩიტიშვილები ამბობენ, რომ აი ამ კონკრეტულად აი ამ ორი ძმის შტოს ჰქონდა რაღაცა წყევლა, რომელიც დევმა დაწყევლა სიკვდილის წინ და ისინი არც მრავლდებიან და არც იხოცებიან. რეალობა ასეთი არის დღეს. ფოლკლორში ხშირად ხდება, რომ არც გავრავლდით და არც კი, ესეთი და ძალიან უამრავი წყევლა გვაქვს. ჩვენ მე მიკვირს ზოგჯერ მუშაობის დროს შემიწყვეტია უბრალოდ მუშაობა, ესეთი საშინელი წყევლაკრულა და წამიკითხია ხოლმე. ეს არის ძირითადად ხელშეკრულების გარკვეული ხელშეკრულების დამრღვევების მიმართ წყევლაკრულა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც ძნელი მოსასმენი და ძნელი წასაკითხი არის. მით უმეტეს როცა ორიგინალს კითხულობ. აღმოჩნდა ესეთი სიტუაცია, რომ იმ შტოს ჩიტიშვილების ამ შტოს მართლაც რატომღაც სჭირს ესეთი რაღაც არც მრავლდებიან და არც იხოცებიან, დღემდე ასე მოდიან. რაც შეეხება დევს, ჩვენ გავაკეთეთ ასეთი დასკვნა, ბუნებრივია რომ დევი არ იარსებებდა, სავარაუდოდ ეს იყო განსხვავებული სარწმუნოების ადამიანი, დიდი ტანის, რომელიც დაუმეგობრდა ჩიტიშვილებს, ამათ მართლა ჰქონდათ ამათთან ძმობა, რის გამოც გაირიყვნენ ისინი სოფლიდან და ამიტომაც არ ჩანდნენ აღწერაში და შემდგომში უკვე დაახლოებით 10 წლის შემდეგ იმას შემდეგ რაც დევი მოკლეს, ესენი დაუბრუნდნენ სოფელს. ანუ რა მინდა ამით რო თქვა, ეთნოგრაფიული მასალა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაზე დაყრდნობითაც ჩვენ შეგვიძლია დავდგეთ სწორ კვალზე. ამიტომ მე ვთხოვ ყველა ადამიანს, რომ ბებიებმა, პაპებმა, ბაბუებმა თუ კი რამე იციან თავიანთ გვარზე, მოიძიონ, მოიკითხონ, იმიტომ რომ როდესმე შეიძლება ეს გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა რომ დაუბრუნდეთ ისევ აი ამ ნაშრომს, ანუ ხდება რატომ წავედი ამ ჩიტიშვილების ამბავზე, ხდება ეთნოგრაფიული მასალის მოძიება, რომელიც ჩვენ გვეხმარება უკვე რომ გავიდეთ სწორ კვალზე. აი ამ ეთნოგრაფიული მასალის მოძიების შემდგომ ჩვენ მიმოვიხილავთ მოკლე ისტორიული ეთნოგრაფიული ექსკურსი გვაქვს იმ მხარის, სადაც გვარი ჩამოყალიბდა და განვითარდა, იმიტომ რომ საინტერესო არის ისტორია, თქვათ თუ გვარი არის იმერეთიდან იმერეთის ისტორია, თუ არის თქვათ ფშავიდან ფშავის ისტორია, თუ არის კახეთიდან კახეთის ისტორია და ამის შემდგომ უკვე იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის აქ და რაც ყველაზე ძნელად ხელმისაწვდომი არის და რაზეც მინდა თქვა რომ რამოდენიმე ადამიანს მიუწვდება ხელი და ხელმისაწვდომობა ერთი ამას გარკვეული ცოდნა სჭირდება, იმიტომ რომ ყველას არ შეუძლია რომ აკეთოს, ხო? იქ უნდა იცოდეს, სად დასკვნა უნდა გააკეთოს, მასალაროდებს ხა ანალიზი უნდა დაიდოს, ბუნებრივი არის. ალბათ კი, მაგრამ ქართველებს ცოტა უცნაურობა გვჭირს ხშირად სხვადასხვა გვარის ადამიანებს, რომელიც იმ კუთხეს აშკარად არ განეკუთვნებიან და სხვა კუთხეში ცხოვრობენ,
რო ეკითხები რომ აქ საიდან მოხვდით, აქვთ ერთი სტანდარტული პასუხი, რომ ბაბუაჩემა ბატონი მოკლა რა. იმდენი ბატონ მოკლული ბაბუები დავთვალე, რომ დავწუნდეო საქართველოში ამდენი ბატონი ნამდვილად არისო რა. სრულიად გამორიცხული. ხო, ნუ ძალიან ბევრი ბატონებია დახოცილი რა, რაც მიგრირებული. მიუხედავად იმისა, რომ თავადები და აზნაურები პროცენტულად საქართველოში მართლა დიდი რაოდენობით იყვნენ, აი აზნაურებზე მაგ ძირითადად ლაპარაკი. ეს იყო გამოწვეული იმით, რომ საქართველოს მოგეხსენებათ მუდმივად დღემდე იყო ბრძოლებში და იყო საშინელი ბრძოლები და აზნაურები იყვნენ მებრძოლი ძალა, ანუ აზნაურები იყო ის, რაზეც იდგა საქართველოს სახელმწიფოებრობა. რა თქმა უნდა, გლეხსაც შესაძლოა რომ წოდება მინიჭებოდა აზნაურის იმ შემთხვევაში, თუ კი ის ბრძოლაში თავს გამოიჩენდა და მსგავსი დოკუმენტი, რომელიც ახლა სამწუხაროდ მე აქ არ მაქვს, ვინაიდან არ ვიცოდი თუ ეს შეკითხვა იქნებოდა, მსგავსი დოკუმენტი არსებობს ზუბადალაშვილების გვარზე. ერეკლე მეორემ პირადად უბოძა ზუბადალაშვილებს, ზუბიტა ალადაშვილს უბოძა აზნაურობა და ზუბიტა ალადაშვილის შთამომავლები მოდიან ზუბადალაშვილების გვარზე. თორე მისი ალადაშვილები და ზუბადალაშვილები არიან ერთი ძალიან საინტერესოა, თითქოს საერთოდ არ გავს გვარები და აღმოაჩენთ მერე რომ თუ მე არიან აბსოლუტურად არის დადასტურებული. აი ეგ სტუდია ობიექტივში ვარ და სააკაძეათ არ ხან მოურავი, მგონი ერთი შტო არის თუ არ ერთი გვარი არის თუ არ ვწდები. აი როგორ არის, იცით, თემა რომელზედაც მე არ მიმუშავია, ვერიდები ხოლმე კომენტარის გაკეთებას, იმიტომ რომ ჩემთვის აი ესე დოკუმენტურად დადასტურებული დოკუმენტს რომ წავიკითხა, ხო, აი ამის შემდეგ დადასტურებული ცნობა არის ჩემთვის მისაღები. აი რაც გადაცემა დაიწყო, ზარი იყო, ეხლა მე ამის პატარა კიდე ეს ჩავამთავრდა და მე თუ შემო ზარი შემოუშვა, თორე ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. კი ბატონო, ანუ მე დავამთავროთ ეს ზუბადალაშვილების და ალადაშვილების თემა და გადავიდეთ იმაზე, რომ აი თქვენ რაც შეკითხვა დამისვით. ადამიანების ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადასახლებას იწვევდა შემოსევები გარემტრების, შიდა დაპირისპირებები, ასევე ვთქვათ გამზითვების დროს, აი ვთქვათ ბატონმა ქალიშვილი გაამზითვა და მზითებში შეიძლება გაატანა გლეხი, ასევე შეიძლება გარკვეული დაავადება, მაგალითად 1000-ნაირი დაავადება იყო, ეპიდემია, რომელსაც გაურბოდნენ ადამიანები და შემდგომში უწევდა სხვაგან გადასახლება. მიზეზი არ ამახსოვრდებოდა გვარს, რის გამო გადავიდნენ და ყველაზე ესეთი გავრცელებული იყო, რომ აი ბატონი მოკლა პაპაჩემა, ბაბუაჩემა და ამიტომ გადავედი. მე მინდა ვთქვა, რომ პრაქტიკულად, აი ჩემს პრაქტიკაში მე არ შემხვედრია არც ერთი, ხომ გეუბნებით, მე პირადად მაქვს 12 წლიანი გამოცდილება. მე არ მინახავს, რომ ეს ლეგენდა დადასტურებული იყოს, თუმცა ამ ლეგენდებში მე ყოველთვის პოულობ სიმართლეს. ანუ გვარი არის ადგილნაცვალი, ერთი ადგილიდან არის მეორე ადგილზე გადასული. შესაბამისად, აი ეს ლეგენდები ჩვენთვის არის საინტერესო და ეხლა დაუბრუნდები ისევ ამ ნაშრომს, ანუ ის მასალა, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი და არის დოკუმენტური მასალა. დოკუმენტები ჩვენ ვკითხულობთ სიტყვა-სიტყვით, იწერება სიტყვა-სიტყვით და ბოლოს მიეთითება მისამართი, ანუ სად ინახება ესა თუ ის დოკუმენტი. ნებისმიერი დოკუმენტის ორიგინალი, რომელიც ჩვენ გვაქვს გამოყენებული ნაშრომში, ინახება გარკვეულ საცავებში, რომელსაც უკვე გითხარით, მითითებული აქვს მისამართი. ეს არის ის, რაც მინდოდა მე თქვა ამ ნაშრომზე. და აბსოლუტურად ყველა დოკუმენტი, რომელიც არის შემონახული და რომელიც არის ჩვენამდე მოღწეული, იქნება ნაშრომში. თუმცა ნაშრომი რომ გამოვიდეს სრულყოფილი, ამ შემთხვევაში მხოლოდ მე და ჩემი ჯგუფი და ჩემი თანამშრომლები ვერ მივაღწევთ ამ შედეგს, ამისათვის საჭიროა დაინტერესებული პირი, ვინც არის აქ ცოტა სხვანაირი მიდგომა უნდა, იმიტომ რომ მიდგომა რომ შენ ხარ სპეციალისტი და შენ უნდა გააკეთო ეს და კეთილი უნდა ინებო და გამოვიდეს კარგი, ამ შემთხვევაში არ ამართლებს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევებში ოჯახებში ინახება დოკუმენტური მასალა, რომელიც არ იციან. აი ეს დოკუმენტები მაგალითად ჩვენ გვაქვს ოჯახებიდან ამოღებული და აქ მოიხსენიება, ეს არის შედარებით უფრო ახალი, მე-19 საუკუნის დოკუმენტები არის. ეს ორიგინალია. დიახ, ეს ორიგინალები არის. და ეს დოკუმენტები, ვინც არ უნდა ეძებოს, ვერ იპოვის საცავში, თუმცა აქ არის გამოყენებული გვარები, მაგალითად აგერ წერია ჯიქია, ფუთურიძე და სხვადასხვა გვარებია. დასავლეთ საქართველოს დასავლეთ საქართველოა, დიახ, ეს დოკუმენტები თავისთავად ცხადია, არის ძალიან საინტერესო იგივე ჯიქიების გვარისთვის, თუმცა რამდენიც არ უნდა ჩვენ ეს ვეძებოთ საცავში, ის რაც ინახება ოჯახში, ჩვენ ვერ მოვიტანთ ვერანაირად ნაშრომში. გავაბონქეთ, ეხლა მოდით, მინდა ძალიან ღრმა ისტორიაში, ძალიან შორეულ წარსულში გადავიდეთ და აი საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გვარი ბაგრატიონი
და მის წარმომავლობა რაღაც ვერსია, ალბათ ვერსია, იმიტომ რომ ისტორია მაინც ვერსია არის, თუმცა ბიბლიასთან რაღაც დაახლოებით ზუსტი მეცნიერება არ არის და მე თუმეტეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ხალხად ისტორიკოსები ითვლებიან, აი მართლა თქვა ჩვენი მეზობელიერია იმათ ისტორიკოსებს საერთოდ ჩემპიონები არიან, თუმცა არც ბერძნები ისტორიკოსებს აქებენ და არც ებრაელი ისტორიკოსებს კაი რეპუტაცია არ აქვს ყოველ შემთხვევაში, თუნდაც ციფრებთან დაკავშირებით რაღაც, მაგრამ ბაგრატიონების გვარი რა მაგალითად. აი ამ თემაზე თუ გიმუშავია. ბაგრატიონების გვარზე ძალიან დიდი ხნის წინ ჩვენ გვაქვს გადაცემა გაკეთებული, მაგრამ მე მინდა თქვა რომ არის ძალიან რთული სამუშაო. ძნელია თქვა რაიმე ახალი ბაგრატიონებზე. ბევრი არის ნამუშევარი და მე დღესაც მოვერიდები ამაზე საუბარს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არიან მეცნიერები, რომლებსაც ჩემზე ბევრად მე პირადად არ მაქვს ეს გვარი შესწავლილი, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ამ გვარს ეს გვარი არის დამუშავებული არაერთგზის და არიან სპეციალისტები, რომლებიც კონკრეტულად ბაგრატიონების გვარებზე მუშაობენ. ასე რაღაც კონფლიქტს იწვევს სხვადასხვა სტოებს შორის და ცოტა ძიმე თემა არის რა დღეს, იმიტომ რომ ეს ბაგრატიონები რეალური ადამიანები არიან. და გააჩნდა ამასაც როგორ მიუდგებით, ხო? თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ამაზე მუშაობენ, არიან ადამიანები კიდევ, რომლებიც მაგალითად იური ჩიქოვანი, არაჩვეულებრივი მეცნიერი, რომელიც მუშაობს მხოლოდ თავადების გვარებზე და ახლა ჩიქოვანმა თავადებზე. ჩვენც გვაქვს პრაქტიკაში მეც მიმუშავია თქვა თავადურ გვარებზე, თუმცა ჩემთვის არის მომხიბლელი რაღაცა ახლის აღმოჩენა და რაღაცა ახლის გაგება, თუმცა სიახლეები მე თავადების გვარებშიც შემიტანია, იგივე თქვა ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით, ამაზე თუ გექნებათ თქვენ სურვილი და მაყურებელს და მსმენელს თუ ექნება სურვილი აუცილებლად ვისაუბრებ. ჩემ პირადულ შეკითხვას დაგისვათ, მე ალბათ ჩიქოვანს უნდა მივაკითხო, ხო? ხათაშორის მე რამდენიმე წლის წინ ვიმუშავე თოფურიების გვარზე და ჩვენ როცა პირველად შევხვდით მე გითხარით, ძალიან რთულია მე 300-მდე გვარის ისტორიის კვლევაში მაქვს მონაწილეობა მიღებული და რთულია დაიმახსოვრო, თქვათ რა დავწერე 12 წლის წინ ან 10 წლის წინ და მე გირდები მეგრული ენის არუცოდნეებისთვის მინდა ჩემი ვისარგებლო ეთერის კეთილგანწყობით ჩემსად მინდა ვთქვა რომ ჩემი გვარი ნიშნავს სიტყვასიტყვით თაფს ქართულ ენაზე და ეს მომდინარეობს იქით არა იმიდან რომ ვთქვა მეფუტკრეები იყვნენ, არამედ დასავლეთ საქართველოში როგორც აღმოსავლეთში თურმანიძეების გვარი ცნობილი იყო, რომ უცხოეთში თურმანიძეების გვარიც მე-11 საუკუნიდან მოიხსენიება და როგორც ექიმები, ისე დასავლეთ ცნობილი იყო ეს გვარი, როგორც წამაც ამზადებდნენ ამ თაფლის სხვადასხვა მოგეხსენებათ ძალიან ბევრი ეს თვისება აქვს, შანსი გამოვიყენე რომ მე თქვი ჩემ გვარზე მე თქვა ალბათო კეთევან, ეხლა მინდა აი მართლა ცოტა უახლოეს ისტორიას დაუბრუნდეთ, უახლოეს არა მე-18, მე-17 მე-19 საუკუნეს, აი სამ საუკუნეს, სადაც საქართველოში ძალიან ძირეული ძვრები მოხდა ამ გვარებთან დაკავშირებით. უпростოდ მოდი ავიღოთ 1793 წლიდან, რაც დაიწყო საქართველოს ესე ვთქვათ რუსიფიკაცია რა, ეს ახალი ტრაგიკული მოვლენა შემოვიდა, რომელიც აქ მანამდე არ იყო საქართველოში, მანამდე ვთქვათ იყო ისლამიზაცია. მაგრამ რუსიფიკაცია და ქართული გვარების ზრდევნა არ იყო, აშკარად არ იყო, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ამდენი წელია თურქეთში ცხოვრობენ ლაზების საერთოდ კავშირი აღარ აქვს და იმათ აქვს თავისი იდენტობა და აი ეს ახალი იმპერია რაღაც სხვანაირად დაეტაკა ჩვენ ეთნოს, აშკარად ყველაზე მზაკრული მეთოდებით და სხვა შორის მე ეკლესიების გადაკეთებაც მოხდა იქ გრიგორიანულზე გადასვლა რამე და ხშირად გავიგებთ ხოლმე რომ აი ვიღაცამ გვარი ქართულად გადმოიკეთაო და მე რამდენადაც ვიცი და ძალიან საინტერესო პროცესია რომ იმ ადამიანმა გვარი ქართულად კი არ გადმოიკეთა თავის ისტორიული გვარი აღიდგინა და აი ესეთი შემთხვევები თუ გაქვთ რა და თუ ესეთი შემთხვევა მქონდა მე დასაწყისში გადაცემის დასაწყისში აღვნიშნე რომ ჩვენ მუშაობთ საქართველოში მცხოვრებ ყველა გვარზე მათ შორის მიმუშავია გერმანულ გვარზე მიმუშავია ოსურ გვარზე სომხურ გვარზე და აი ამ სომხურ გვარზე მუშაობისას მქონდა ესეთი კურიოზი შეიძლება რომ დავარქვათ. იყო გვარი, რომელიც მართლა ვერ გავიხსენე ეს დღეებია, ვფიქრობ და ვერაფრით ვერ ვიხსენებ, რომელი გვარი იყო, მაგრამ მახსოვს რომ არა, სხვა გვარი იყო აშკარად და მახსოვს რომ ეს ადამიანი, ვინც იყო დაინტერესებული გვარის ისტორიის გამოკვლევით, თავისი გვარის ისტორიის ცოდნით, ეს ადამიანი იყო სტომატოლოგი. ის იშვიათიერია, რომელსაც გვარი სიძველიდან მოძდით. თუ არ ვწდები ახლა, დამწერლობას აქვს ჩვენ. ესეთი უძველესი გვარები აქვთ. თუმცა მე პრაქტიკა მეტი მაქვს უფრო ქართულ გვარებზე მუშაობის და შესაბამისად საქართველოში ცხოვრებ ქართველებზე შემიძლია ამ შემთხვევაში რომ ვისაუბრო. მოკლედ მქონდა ესეთი სიტუაცია, იყო ძალიან კარგი ადამიანი,
ძალიან კარგი პიროვნება და მის გარშემო მის საბიძაშვილო სანათესაოს ყველას ჰქონდა გადაკეთებული გვარი და ეს ერთადერთი კაცი იყო დარჩენილი თავის სომხურ გვარზე და მე გვარი მართლა არ მაგდაკეთებული უბრალოდ სხვადასხვა გვარები აღებული და გემოვნების მიხედვით არა ეს ანუ თქვათ იყო სიტყვაზე ხა ვერ ვიხსენებ პეტროსიანი და გახდა პეტრიაშვილი თქვათ მაგრამ ნუ არ იყო პეტრიაშვილი და არც პეტროსიანი სხვა იყო რაღაც მაგრამ ეხლა როგორი სიტუაციაა გადაიკეთა ყველა მის გარშემო გვარი და მე მიუხედავად იმისა რომ გვარი არ მახსოვს ამ ადამიანის დღემდე მადლობელი ვარ მისი აი ესეთი მიდგომის რაც მან გამოამჟღავნა რომ მან თქვა მე არ მჭირდება იმისთვის ქართული გვარი რომ ჩემი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე ვაკეთო მე სომხური გვარით შემიძლია ვაკეთო საქმე რომელსაც ისედაც გავუკეთებდი ჩემს სამშობლოს მოკლედ ხდება ესეთი სიტუაცია მუშაობთ ჩვენ სომხურ გვარზე და 1823 წლამდე საერთოდ არ არის არც ერთი დოკუმენტი. შემდეგში ვნახეთ ეს იყო კასპიის რაიონის ერთ-ერთი სოფელიც არ მახსოვს სამწუხაროდ და ვნახეთ ერთ-ერთი აღწერა. აი ხა წეგან რუსებზე რო ვთქვით, რუსებმა ერთი აი დადებითი კუთხით რო შევხედოთ, თქვათ აი ჩემთვის და ჩემი სპეციალობის ადამიანებისთვის რა გააკეთეს, კარგი ატარებდნენ ადგილობრივ აღწერებს, რომელსაც ეთქვა კამერალური აღწერები და აი ამ კამერალურ აღწერებში იყო პრაქტიკულად საქართველოს მთელი მოსახლეობის აღწერა. ნუ იშვიათი გამონაკლისების გარდა მას მერე ზოგი დაიკარგა, ზოგი დაიწვა და ხა რაც გვაქვს ეს არის ძალიან კარგი ბაზა იმისთვის რომ ვიმუშაოთ. ხო და ეს ერთ ასეთ აღწერაში ჩვენ ვნახეთ 1823 წლის აღწერაში, ბოდიში ვიტყვები 1800 დაახლოებით 10 წლის აღწერა იყო. ვნახეთ ოჯახი, სადაც სახელები ქვიათ ადამიანებს, ჩვეულებრივი სახელები, ქართული სახელები და გვარიც უწერიათ ფუძე არის ის სომხური, მაგრამ შვილდაბოლოებით და დაახლოებით 10 წლის შემდეგ ჩვენ გვხდება იგივე ოჯახი, ზუსტად იგივე ოჯახის წევრებით და იგივე სახელებით, ოღონდ უკვე სომხური დაბოლოებით. შემდგომში ჩვენ უკვე მივხვდით რასთან გქონდა საქმე, ჩავყევით ამ სოფლის საბუთებს და აღმოჩნდა რომ ეს ადამიანი იყო ქართველი. უბრალოდ 1800 დაახლოებით 23 წელს მოხდა ისე რომ სავარაუდოდ ან გრიგორიანობა მიიღო, ან შესაძლოა ვაჭრობით იყო დაკავებული და ამის გამო მიიღო, ან და გაწევრიანდა ამ ქარში და ამ ქარშიც ისე ვერ გაწევრიანდებოდი თუ არ იყავი გრიგორიანულ სარწმუნოებაზე მონათული, ანუ გარემო პირობებმა აიძულა. ან სულაც გაუნათლებლობა, იმიტომ რომ წერა-კითხვა მაშინ ბევრმა არ იცოდა და იყო მღვდელი წერა-კითხვის ისა რა და ის რას ჩაწერდა და როგორ ჩაწერდა ამ ოჯახისთვის სრულიად იგივე ვთქვათ აი რუსების ერთის არის შემოხატო სიცხვილი არის მართლა არც ერთი მაყურებელი გისმენთ თუ შეიძლება გამარჯობათ ეხლა ამებნია თქვამდე მონოლოგს რომ ისმენდი ეხლა რა შესაქმე დედამ ხავს თოფურიძე აგაშენათ ღმერთმა ხო ერთი სიცხლი გვაქვს მაგრამ თაფრიდან კი არ წამოდის სამხურა თოფურ და თაფს იმიტომ დაარქვეს აქ უფრო მეტი დიდი პარტია გწნებას ესე იგი მეგრელი იმდენად დაკვირვებელი იყო რომ მხოლოდ ფუტკარი სამოაქვს სამხურიდან ნექტარი არც პეპელას არ აქვს იმხელა ხორთუმი რამდენიც აქვს იმას ფუტკარს აი იმდენად დაკვირვებული იყო და იქიდან მოდის სამხურა თოფურ და მე თოფურს ახალი დაარქვეს თაფლს. დიდი მადლობა, ეხლა სეპარატისტებს ჩაგვოვართვენ თოფურიძეებს გადაცემის ბროტად გამოყენების დროისთვის. ძალიან დიდი მადლობა ზარისთვის. აი სხვაჩერს მართლა ეხლა ჩემი გვარის ანალოგიური ფუძით და სხვა დაბოლოებით მართლა ძალიან საინტერესოა და ესეთი ძალიან ბევრი ფაქტი არის, ნუ სამწუხაროდ იგივე გლეხების აქეთ-იქით გადაცემის ფაქტებიც იყო გარკვეულ ეტაპზე უფრო დასავლეთ საქართველოში იყო. ნუ საერთოდ იმას აღარ გულისხმობ სადღაც გასხვისებას და ალბათ ძალიან საინტერესო არის იგივე სინჯიკაშვილის გვარის მაგალითზე რომელიც ნუ მამლუქი იყო და ბოლოს იმხელა სიმაღლეებს მიაღწია რომ მართლა აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროს აზანზარებდა ეს ადამიანი რეალურად და ნუ აი გვარების ჩაძიებით მართლა იმდენი ისეთი ეხა თქვენი მეცნიერება გნებავთ არ გინდათ მაინც ისტორიასთან არის გადაკვეთილი რა რამდენადაც საინტერესო არ უნდა იყოს და ამ არაქართულ იმაზე მართლა საინტერესო არის საქართველოს ცხოვრები არაქართველი მოსახლეობის წარმოშობაც, იმიტომ რომ იგივე ავიღოთ მოდი ჩვენი საქართველოს სომხები, მე ესე ვთქვი, ჩვენი საქართველოს ეთნიკურად სომხები, მაგრამ საქართველოს ხო, ის აბსოლუტურად სხვა ჯგუფის ადამიანები არიან, იქ ყავს დაღეთელი სომხები, რომლებიც თითქმის საუბრითაც კი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთს და მათაც ხშირად ვიცი რომ აი გამიგია რომ ჩვენო იქიდან ვართ წამოსულები ამა და ამ წლიდან ვართ თქვათ, ვიღაცა გენოციდის მერე არის მოსული ვიღაცა, უფრო ძირძველი
არის. ერთი ზარით შემოუშვათ და მე დიახ გისმენთ. ალო. გაიჩა. და ქალბატონ კეთებან, აი ძალიან საინტერესო რამე მინდა ხშირ შემთხვევაში ვიღაცას გონია რომ ესეთი მეცნიერებები რაღაცას ცუცაუიღებს და რა მე მგონია პირიქით რა და ძალიან საინტერესო არის და ადამიანის იდენტობა და აი ოსებს მინდა შევეხო რა ეხა ჩვენ ვიცით რომ ცხინვალში მაგალითად მე-20 საუკუნის დასაწყისში 20 ოჯახი ცხოვრობდა ოსური რა და შემდგომ ჩამოსახლებულები არიან, მაგრამ ჩვენ გვაქვს ესეთი საინტერესო ქართულ გვაროვანი ოსები, რომლებიც ოსობენ, ეს იგივე ბორჯობის რაიონში, რომლებიც საუკუნეები აქვს თამარის დავით სოსლანის ესე ვთქვათ და ნუ ფაქტიურად იმათ მხოლოდ ის ახსოვთ რომ უბრალოდ ოსები არიან რა და ისინი მართლა საუკუნე და მათი გვარმაც რაღაც ცვლილებები გამოიწვია რა და ალბათ ესაც ძალიან საინტერესო იქნება მათი ოჯახების მე მინდა აი დავაფიქსირო აუცილებლად ჩემი და ჩემი ორგანიზაციის მიდგომა ჩვენთვის ის ფაქტი რომ ადამიანი დაინტერესებული არის თავისი ფესვების მოძიებით არის უკვე ძალიან სასიამოვნო და ძალიან საინტერესო და ვინც არ უნდა იყოს ადამიანი რომელსაც აინტერესებს თავისი გვარის განვითარების ისტორია და მით უმეტეს თუკი 100 წლეულების განმავლობაში მისი გვარის შესახებ თქვათ რაღაც ისტორიული მასალა ინახებოდა მე ვფიქრობ რომ ისინი არიან აბსოლუტურად სრულუფლებიანი მოქალაქეები მე ვარ ვალდებული როგორც მეცნიერი დავაკმაყოფილო მათი მოთხოვნა და მათი ცნობის მოყარეობა მე ვარ ვალდებული ვიმუშაო ისევე იგივე მონდომებით და იგივე ენთუზიაზმით როგორც მუშაობ სხვა გვარზე და აბსოლუტურად ვერანაირ განსხვავებას ვერ ხედავ და იგივე თქვათ აი ოსებთან მიმართებაში მე შემიძლია ვთქვა რომ ძალიან მე მაქვს ნანახი საეკლესიო ჩანაწერები სადაც ოსები და ქართველები არიან ქორწინების დროს ჯვრის დროს თავდებნი ერთმანეთის ეს აი თანამედროვე გაგებით რო ვთქვათ მეჯვარე როდესაც ერთმანეთს უნათლავენ შვილებს ჩვენ გქონდა ძალიან მჭიდრო და კარგი ურთიერთობა მე შემიძლია უბრალოდ მე ისე არ ვიცოდი რომ ეს შეკითხვა იქნებოდა თორემ მე მოვიძიებდი აუცილებლად და ან ქსერუასლს ან ამონაწერს მაინც წამოვიღებდი არსებობს ესეთი ერეკლე მეორის წერილი ერთობით ოსებისადმი რომელ წერილშიც ერეკლე მეორე მადლობას ეუბნება ოსებს გაწეული დახმარებისათვის ანუ მე აქ ვერ ვხედავ ეს არის ჩემთვის სამუშაო რომელიც მე ძალიან მიყვარს და ნამდვილად მუშაობ ზუსტად იგივე მონდომებით იგივე ალბათ სომხების დავით აღმაშენებელის დროს ჩამოსახლება ვაჭრობის განვითარების მიზნით რომ ეს ხალხი ძალიან ნიჭიერი არისო ესაც ძალიან დიახ, ოღონდ ჩვენ აქ არ უნდა აგვერიოს. ჩვენ აუცილებლად პატევი უნდა ვცეთ სომხებს, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენ ქვეყანაში და არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, თუმცა ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ის ჩვენი იდენტობა, რაც არის ჩვენი, სომხებს უნდა გქონდეთ თავიანთი და ძალიან და საამაყოც უნდა იყოს რა. მათ აქვთ გარკვეული ისტორია, ხო იგივე საქართველოში ცხოვრების განმავლობაში აქვთ რაღაცა ისტორია. უკვე ისტორია შეიქმნა მათი. მე მინახავს თქვათ აი საბუთები, სადაც ეს უნდა ვთქვა ალბათ ახლა ამას ვერ დამალავ, იმიტომ რომ აი თბილისში დიდი რაოდენობით ცხოვრობდნენ სომხები და ისინი მართლა ავითარებდნენ საქართველოში ვაჭრობასაც, ხელოსნობასაც და მშენებლობასაც. ერთი ზარით შემოუშვათ რა. გისმენთ? გამარჯობათ. დიახ, ალბათო გისმენთ. სამცხე ჯავახეთში მოგეხსენებათ რჯული და ერის წინათ ერეოდა ხალხს ეცმენს და ეხლა შემორჩენილია რომ კათოლიკებს ფრანგებს ეძახიან. დიახ, ალბათო იგივე უდე და არალი ორი სოფელი ალბათ ხო მაგას გულისხმობთ. ყოფილიყო ხო? ალო? დიახ, გისმენთ. ალო? გისმენთ ალბათო ისმის თქვენი ხმა. დიახ, ამაზე მე შემიძლია სხვათვის რელიგიის ფაქტორიც მე მაქვს ნანახი ეს საეკლესიო ჩანაწერები მაქვს ნანახი ეს უკვე რუსეთის შემოსვლის შემდეგ რაც კეთდებოდა ეს საეკლესიო ჩანაწერები მაქვს ნანახი და ისინი ნამდვილად არიან ქართველები ფრანგებს ეძახოდნენ მხოლოდ იმიტომ რომ მათ სარწმუნოება კათოლიკობის გამო დიახ თუმცა ისინი არიან ჩვეულებრივი ქართველები და ასევე მინდა გითხრათ რომ მე არ ვიცი ეს რამდენად ცნობილია ჩვენი მსმენელისთვის და მაყურებლისთვის რომ გვერდიგვერდ ძალიან კარგად თანაარსებობდა მართლმადიდებლური ეკლესია და კათოლიკური ეკლესია და მე მაქვს ჩანაწერები ნანახი სადაც მრევლის აღწერის დროს კათოლიკე მართლმადიდებლები კათოლიკეებზეც ზრუნავდნენ ეს აღწერებში ერთად არის მოხსენებული და ყოფილა შემთხვევები რომ აქ როგორ იყო იცით
დიდ სიძნელეს არ წარმოადგენდა რჯულის შეცვლა და კიდევ ერთი გასაოცარი რამ რაც მე მაქვს ნანახი ჩემი თვალით ეს არის ქორწინება კათოლიკეს და მართლმადიდებელს შორის და ამისი დამადასტურებელი აგერ მაქვს წამოღებული სადაც გარკვევით წერია რომ სარწმუნოება თქვათ პატარძლის და სარწმუნოება ვისი რჯულისანი არიან და მე მინახავს გრიგორიანელი პატარძალი და თქვათ კათოლიკე საქმრო ჯვარდაწერილი მართლმადიდებლურ ეკლესიაში ეს ნეიტრალიტეტზე შეთანხმდა არ ვიცი ეს როგორ არა მე მინახავს მართლა არის ესეთი დოკუმენტები და მინახავს ესა გრიგორიანული და ქართული მართლმადიდებლურ ეკლესიაში კათოლიკე და მართლმადიდებლურ ეკლესიაში ანუ ამას მაინდა-მაინც მე ვფიქრობ არ აქცევდნენ მაშინ დიდ ყურადღებას მე აი ამ საკითხებში მართლა არ ეს ყველაფერი ხდება საქართველოში იმ დროს ამხელა კულტურას ავლენენ აქ ცხოვრები ადამიანები როდესაც საფრანგეთში მართლობის ღამე ეწყობა რა ეს მართლა ჩვენ მაღალ კულტურას მივხვდით ბევრი რამ მინახავს და წამიკითხავს აი ამ დოკუმენტებში და მე არაერთ გზით მithქვამს რომ ზარია მე მგონი კიდევ ზარია ჩერდება და კარგი გისმენთ ალო გამარჯობათ გისმენთ ეთერში ხართ ალო დიახ ეთერში ხართ აი ძალიან ცუდად ისმის თქვენი ხმა თქვენი ისმის კარგად და ბრძანეთ ბატონო ნუ მე ვისაუბრებ ყოველ შემთხვევაში თქვენი საუბარი არ მესმის მაგრამ მე ვიკვლევ ჩემი გვარის გენეალოგიას ვაჟა-ფშაველას პირველ ნომერში ძალიან ბევრი კარგი რაღაცებს მივაგენი ჩემი წინაპრების შესახებ არ ვიცოდი ძალიან დიდი ბაბუის სახელი და იმასაც მივაგენი თუ შეიძლება აი ცინცაძეებთან დაკავშირებით თუ გაქვთ რაიმე სახის ინფორმაცია და სად შეიძლება საერთოდ რომ ამ თემაზე გაგესაუბროთ თქვენ ოფისის მისამართი ან რამე რო გითხართ რა ისა გამოგფეთრე ცინცაძის გვარი თქვა მგონი ხო ცინცაძე ბრძანდებით დიახ ცინცაძე ვარ იცით მე არქივში პრაქტიკულად ყოველ დღე ვარ და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ არქივში და ამას გარდა ჩვენ გვაქვს ოფისი ყოფილი გორკის ბაღი ეხლანდელი ვარდების ბაღი ქვია არ გვინდოდა გეხსენებინა მაინც მომიწია მან შეგიძლიათ და სხვა შემთხვევაში მე ვინაიდან თქვენ უკვე იკვლევთ არქივში როცა ვიქნები მე თქვენ ანდა შეგიძლიათ რომ თინათინთან დაიბაროთ და გადმოცემს თინიკო ძალიან კარგი თინათინს ვიცნობ კი ბატონო მე გახლავართ პაპუნაშვილი ქეთევანი და თუ კი დაუტოვებთ თინათინს აუცილებლად გადმოცემს მე რასაც დაუტოვებთ და ან შევთანხმდებით მე დროზე და შევხვდებით და დაგეხმარებით რითიც შემეძლება და დაგაკვალიანებთ კარგით მადლობთ ზარისთვის და გავაგზავნოთ რა ძალიან საინტერესო თემაზე გავჩერდით იმიტომ რომ საქართველოს რომ მარტო ქართველების ქვეყანა არ არის და ეს არის აქ ცხოვრები ადამიანების ქვეყანა იგივე ბერძნების ვარ აი ძალიან საინტერესოა ბერძნები რომლებიც შეიძლება ითქვას რომ აი შორეულ პერიოდში რაღაც დასახლებები და ახალშენები ქონდათ საქართველოს აფხაზები კიდე ესაც ძალიან საინტერესო თემა იქნება მათი და ქართველობის რაღაც ერთი ძირი ერთი საფუძველი რომელიც ალბათ ერთ-ერთი მეგობრობის ხიდად უნდა იქცეს რა თქვენ მეცნიერო მე რა არის იცით მე ვფიქრობ რომ ჩვენ არ უნდა ის საქმე რასაც ჩვენ ვაკეთებთ მე არ ვფიქრობ რომ ეს უნდა კეთდებოდეს ერთი და ორი გვარისთვის და საქმე არის ძალიან შრომატევადი და დამეთანხმება ყველა ვისაც თუნდაც ერთი დოკუმენტი უძებნია და აგერ ადამიანი რომელმაც ეხან დარეკა მას აქვს გამოცდილება ეს არის ძალიან რთული პროცესი ამიტომ თუკი ჩვენ გვინდა რომ რაღაცა ძაფები გავაბათ თქვათ იგივე აფხაზებთან და სხვა ეროვნების სხვა ეთნოსის წარმომადგენლებთან საქართველოში მე მგონია რომ იგივე ბაზის შექმნა სადაც ჩვენ შეგვეძლება ადამიანებს შეეძლებათ თუნდაც ძალიან მოკლედ ანოტაციების სახით გაეცნონ თავიანთი გვარის ისტორიას ეს იქნება ძალიან კარგი ეს აღადგენს თქვათ ეთნოსებს შორის კავშირს კეთილგანწყობას ნათესაურ კავშირებს და აუცილებლად რა მინდა რო გითხრათ წეღან თქვენ ახსენეთ ბატონის და გლეხის დამოკიდებულება სამეგრელოშია და აი ამასთან დაკავშირებით მე მაქვს პრაქტიკა და გამოცდილება მაქვს და თუ გნებავთ ჯერ თუ გნებავთ უპასუხოთ და აუცილებლად მინდა რომ ამ თემაზე ვისაუბროთ ის გისმენთ ბატონო ტელეფონი არა გაქვს პლეხანოზე დიახ 2-18-33-00 თუ სწორად მახსოვს 18-33-00 2-33 18-33-00 18-33-00 აჰა 00 დიახ კარგით მადლობთ
გავაგრძელოთ. რა დაუბრუნდები აუცილებლად აი ბატონყმობის თემას. მე ეჭვი მაქვს და საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ გარკვეულწილად კომუნისტების შემოტანილი არის ეს თემა, რომ ბატონი ძალიან ზედმეტად ჩაგრავდა გლეხს. ბუნებრივია, რომ ბატონს გარკვეული გავლენა ჰქონდა გლეხებზე, მაგრამ მე ვიმუშავე კვანტალიანების გვარზე, რომლებიც ცხოვრობენ სამეგრელოში და მე მომიწია ჩასვლა, როდესაც ვმუშაობ გვარზე, მათთვის მე გენეალოგიურ ხეზაც ვაკეთებდი და მე კვანტალიანების ძირითადად რამდენადაც ვიცი მეგრელები არიან. სუფთა სისხლის მეგრელები არიან. დიახ, თავიდან მეც მეგონა, რომ მიწევდა არამეგრულ გვარზე მუშაობა, შესაძლოა ვფიქრობდი, რომ შესაძლოა ეს ყოფილიყო სვანეთიან ვეჭვი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ესენი არიან ძირძველი, დიახ, ძირძველი მეგრელები არიან, მათი პირველადი გვარი იყო კვატაია და შემდგომში რატომ გახდნენ კვანტალიანები? ხა აქ კიდევ ერთი რაღაც არის გასარკვევი. ადამიანებს გონიათ, ვინც არ არის ამაში ჩახედული კარგად, რომ იწერებოდა, რომ აი ამა და ამ მიზეზის გამო დღეის ამას იქით კვატაია უნდა დაიწეროს კვანტალიანად. ასეთი რამ არ ხდებოდა. იმიტომ რომ არავინ არ ფიქრობდა, რომ შეიძლება 3 და 4 საუკუნის შემდეგ ვიღაცას დასჭირდეს ამ დოკუმენტების ამოღება და შესაბამისად ეს დოკუმენტები არ იქნებოდა. იქნებოდა გარკვეული დოკუმენტები, ვთქვათ, იურიდიული დოკუმენტები, მზისთვის წიგნები, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, თუმცა აი ეს რომ ეს გვარი იყო და ამის შემდეგ აი ეს გვარი იქნება, მსგავსი არ დაწერილა. დაუბრუნდები ისევე ამ თემას, გლეხისა და ბატონის დამოკიდებულებას. ხაინდრავების გლეხები იყვნენ აი ამ სოფელში მცხოვრები, ძირითადად დანელიები იყვნენ და კვანტალიანები. იმდენად ეგ სოფელი ლეხაინდრავა, რამდენადაც ხაინდრავების სოფელი. კი, სოფელი არის ლეხაინდრავა, მაგრამ ლეხაინდრავზე არის მიბმული ეს პატარა სოფელი არის, აღარ მახსოვს, ერთი წამით არის. მოგეთ, თავადების ძალიან დიდი სოფელი იყო და პატარა გლეხების სოფელი იყო ეს საკმაოდ უცნაური. აი ლეხაინდრავში ცხოვრობდნენ ხაინდრავები, თუმცა გარშემო პატარა სოფლებში გლეხები იყვნენ ხაინდრავების გლეხები, ასე ერქვათ მათ. საინტერესო რა არის, რომ მე ვიყავი დაახლოებით 1 წლის წინ და მე ამ ვისთანაც ვიყავი, მე ანუ ვის გვარზეც ვმუშაობდი, მათ ოჯახში, მე ვნახე ცხენი, ჩვეულებრივი ცოცხალი ცხენი, რომელსაც ჰქონდა დამღა და დამღები ჰქონდათ აზნაურებს და თავადებს, რომ ცხენი არ მოეპარათ, მოგეხსენებათ, სამეგრელოში მოდური იყო ძალიან და დიდი კაცობად და ვაჟკაცობად ითვლებოდა ცხენის მოპარვა და ჩემთვის იყო საოცარი, რომ კვანტალიანებს დღემდე ცხენი გავაზე დადაღული ყავთ ხაინდრავების დამღით. ეს ერთი ფაქტი, რაც აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ მათ ბევრი რამ ჰქონდათ საერთო. მეორე ფაქტი, რაც უკვე წავიკითხე დოკუმენტურ მასალაში და საეკლესიო ჩანაწერებში რაც წავიკითხე, ეს იყო, რომ ამ სოფელში დაბადებული დანელიების და კვანტალიანების შვილების ნათლიები ყოველთვის იყვნენ ხაინდრავები. აქეთ ხომ იყვნენ ნათლიები. ამის გარდა ხაინდრავებს მეჯვარეებად ქორწილში ჯვრისწერის დროს მიყავდათ ეს გლეხები. თუმცა იქ შეიძლება თქვა სხვა აზნაურის ან თავადის მონახვა, მაგრამ ეს მათი ურთიერთდამოკიდებულება იყო ესეთი. და კიდევ ერთი, ცხენის მოსაპარად არავითარ შემთხვევაში ხაინდრავა არ მიდიოდა დანელიების გარეშე. და დანელიები ეხმარებოდნენ აი ამ ჩემთვის მაგალითად ეხა ეს ცოტა ესეთი სასაცილო თემა არის, რატომ უნდა იყოს ეს არის სასაცილო, მაგრამ მაშინ საკმაოდ რატომ უნდა იყოს საინტერესო და კარგ საქმე და კარგ კაცობად რატომ უნდა ითვლებოდეს, თუმცა მე მინდა ვთქვა, რომ ბატონის და გლეხის დღეს ვარ ხადაგებთ და ვაფიქსიროთ. არა, ნამდვილად არ მინდა ვინმე რამე მოიპაროს, არც ცხენი და არც ქათამი. უბრალოდ მინდა ამით ქათმის ქურდობა იყო მაშინ, ცხენის ქურდობა ვაჟკაცობა იყო. უბრალოდ დღეს ვამბობ, რომ ეს არ აღიქვას ვინმე თქვა პროპაგანდად ცხენის მოპარვის. ესეთი სიტუაცია იყო მოკლედ, ანუ ძალიან მჭიდრო და კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ გლეხებსა და ბატონებს. ამის გარდა მე მინდა ვთქვა, რომ ცუდი და უარყოფითი პიროვნება გამოერეოდა როგორც გლეხებში, ასევე თავადებში. მსგავსი ფაქტებიც მინახავს, ვთქვათ, აი რომ არის ესეთი გავრცელებული, ეს ეხლა რასაც მე ვლაპარაკობ, აბსოლუტურად არ უკავშირდება აი ამ კონკრეტულ მეცნიერებას, გენეალოგიას. თუმცა მე მინდა თუ არ მინდა, მიწევს ამ დოკუმენტებზე შეხება, წაკითხვა და გაცნობა და შემდეგ რაც უფრო მეტად საინტერესოა ეს მამახსოვრდება, ბუნებრივია, არის ვთქვათ რაღაც, რაც ხშირად ხდება, ის უბრალოდ ვიცი რომ ხდება ხშირად. თავადის და გლეხის ურთიერთობაზე სულ დავანებოთ ყველაფერს, არაფერი წაკითხული არ აქვს სიტყვაზე და
აკაკის სავანია ვიყოთ და მან თავდება ყველაფერი იქ ესე კი არ ვიცი მშობლებზე ძალიან გონი უყვარს ის დაძმაზე ძალიან შეიძლება აი ამ პირობებში ვიზდები გიყვარდეს ის შენი ძუძუმტე და ის მეორე დედა და მამა რომელიც გლეხები არიან ხო და ადამიანი რომელიც თავადად ყალიბდება იმან გაიარა იმ გლეხის ცხოვრებით იცხოვრა რა როგორც იცხოვრა აკაკი მის არანაირ პრივილეგიაში არ იყო ჩაოლებრივად გლეხის ბიჭივით იზრდებოდა და ნუ ეს მაგალითი არის არ ვიცი ალბათ ბევრ ქვეყანაში არ არის ესეთი რაღაცა არა ჩვენ განსაკუთრებული დამოკიდებულება გქონდა მართლა არ ვამბობ იმიტომ რომ თქვა ქართველი ვარ ამიტომ არ ვამბობ ჩვენ გქონდა ძალიან ბევრი ჩვენ გქონიათ ცუდი ტრადიციებით იგივე წეღან რო თქვი წყევლაკრულვა ამდენი წყევლაკრულვის არ ვიცი თუ კი ამას მართლა ძალა აქვს არ ვიცი მე როდის გვეშველება ყველა დოკუმენტი წყევლაკრულის ხსენდა და სააკაშვილის გვარზე მინდოდა მეკითხა მაგრამ დღეს ამოვაგდოთ ეგ გვარი და მე იმიტომ რომ საკმაოდ ამ გვარზე რაღაც ბევრი სხვადასხვა ვერსიები მომისმენია და ნუ მათ შორის ესეთი ზუსტად ამ სახელი და გვარით მოდელიც მოიხსენია მგონი ოღონდ არა მართლმადიდებლური ეკლესიის თუ არ ვწდები რაღაც ესეთი ვერსიებიც მაქვს მოსმენილი ისტორიკოსისგან სხვათა შორის და ქალბატონ კეტი აი ისეთ თემებს შევეხეთ რაც აი ისტორიის იმაში და ძალიან საინტერესო არის მაინც საქართველოს მთის გვარები რა როგორც დასავლეთში ვთქვათ სვანური გვარები ისევე რაჭაში ხა რა მინდა ვთქვა შემიცოდნა კიდევ ვიძახ მეცნიერებას არ ეფუძნება და ბუნებრივია ეფუძნება ცხოვრებაში არ შემხედრია ვთქვათ ავიღოთ ისეთი გვარები რომლებსაც ქორწილში დღესაც კი მეფეც და პატარძალიც ერთი გვარის არიან და ნუ ვიღაცები ამას უყურებენ ვინც არ არის ჩახედული რომ ეს ძალიან უარყოფით მოვლენათ მაგრამ როგორც აღმოვაჩინე თურმე ამ გვარებს ქონიათ შტოები რომლებიც აბსოლუტურად დამოუკიდებლები არიან მხოლოდ ასოები ემთხვევა მათი გვარების და აი იმას თუ გადავხატ რომ ერთი და იგივე გვარის ადამიანი არის სხვადასხვა და სხვადასხვა გვარის ადამიანს მაგალითად ქორწინების უფლება არ აქვს იმიტომ რომ ერთი საქონიათ ფუძე ერთი ქონიათ აღმოსავლეთ საქართველოს მთაში ვთქვათ ძმადნათფიცობის ტრადიცია ძალიან ძლავრი იყო დღემდე ვთქვათ ნარიმანიძეებს და ნაზღაიძეებს ერთმანეთთან დაქორწინების უფლება არა. აი სხვადასხვა გვარს არა აქვს. აბსოლუტურად სხვადასხვა გვარი. თქვათ მაისურაძეებს, რომელსაც სამი შტო აქვს თურმე რა, აბსოლუტურად. ესენ დაქორწინდებიან ერთმანეთთან. აბსოლუტურად ლეგიტიმური. აი მაისურა სხვათა შორის მინდა ვთქვა რომ იყო სახელი და საკმაოდ გავრცელებული სახელი იყო და ისევე როგორც ვთქვათ გიორგი, ხო? ვთქვათ გიორგაძე, გიორგაშვილი, გიორგობიანი, გიორგიძე და ასე შემდეგ ეს გიორგი არის მხოლოდ, ფუძე არის მხოლოდ საერთო ესენი აბსოლუტურად სხვა სისხლისები არიან. მაისურაძეზე შემიძლია თქვა იგივე რომ მაისურა რამდენიმე ადამიანი იყო მაისურა და სხვა მაისურაძეების სხვადასხვა დროს, სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა ეპოქაში წარმოიქმნა და განვითარდა. შესაბამისად. თქვენ რასაუბრობთ? ეხლა მაისურაძე მაინდა-მაინც რაჭველების ექსკლუზივი არ არის? არა, არ არის. აი, ოღონდ ერთი რაღაც არის. მე მგონია რომ ყველა მაისურაძე, ვინც რაჭის გაცხოვრობს, ჩასახლებულია რაჭიდან და ანუ შეიძლება წარმოშობილია პირდაპირ აი კიდევ ერთხელ აღნიშნავ რომ იმის დასაზუსტებლად რომ მე ზუსტად ვიცოდე რომ მაისურაძეებში რომელი შტო საიდან მოდის მე ესე ვიღაცის მოყოლიდან და თქვათ გადმოცემებიდან ეს მე რაღაცას მაძლევს თუმცა მე უნდა ვნახო დოკუმენტები თქვათ რაჭაში როდის ჩნდებიან მაისურაძეები თქვათ აღმოსავლეთ საქართველოში თქვათ როდის ჩნდებიან სხვადასხვა კუთხეებში თქვათ იმერეთში როდის ჩნდებიან ქართლში როდის ჩნდებიან აი ამ დოკუმენტების შედარების შემდეგ დოკუმენტების შინაარსის გაცნობის შემდეგ მე უკვე თამამად შემიძლია ვთქვა რომელი მაისურაძეების რომელი შტო სად წარმოიშვა სად განვითარდა და შემდეგ როგორ გააგრძელა ამ გვარებმა ცხოვრება თუმცა მაისურაძეები იგივე ერთი და იგივე შტოც რომ იყოს ხო თუ კი ისინი დიდი ხნის უკვე დიდი ხანია ნათესავები აღარ არიან და აღარ ბიძაშვილობენ ერთმანეთში და მხოლოდ ერთი მაისურა რომელიც თქვა 4 საუკუნის წინ იყო ყავთ საერთო ამ შემთხვევაში ხა ჩემზე კომპეტენტური აქ არის ეკლესია და ეკლესია არ დაწერდა ხო ჯვარს და მე მინახავს ჩანაწერები ძალიან ისე იგი სულ ამ ჩანაწერებს ვიშველებ მაგრამ ჩემი პირველი ესეთ დამხმარე ეს წყარო არის დოკუმენტები არის ვისიც მე ყველაზე მეტად მჯერა არის დოკუმენტები ამ დოკუმენტებში მინახავს ერთი და იგივე გვარის ადამიანებს რომ დაუწერიათ ჯვარი მართლმადიდებლური წესით
მღვდლის თანდასწრებით, უпростоრად მღვდელს რო დაუწერია ჯვარი თამდებთან თანდასწრებით, ანუ მეჯვარეების თანდასწრებით და ქორწინება ყოფილა აბსოლუტურად ლეგიტიმური და ნორმალური. იგივე არის დღესაც ვთქვათ, თუმცა მე მაგალითად ჩემი გვარის ყველა ადამიანი მიუხედავად იმისა, ეს არის ვთქვათ კახელი პაპუნაშვილი, ქართველი პაპუნაშვილი თუ საერთოდ სხვაგან სადღაც სხვაგან წარმოიშვა, უკვე პაპუნაშვილი რომ არის, მე რაღაცა ისეთი მშობლიური და ბიძაშვილური გზნობა მიჩნდება აუცილებლად. ერთი ზარით შემოვუშვათ. გისმენთ? ალო, გისმენთ? თემა გაქვს და საერთოდ ობიექტებს მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა მოუხადო ყველა გადაცემაზე და კონკრეტულად თქვენ თემასთან დაკავშირებით. ძალიან დიდი სურვილი მექნება, რომ ასეთი გადაცემა მსგავსი ამ გენეალოგიაზე ყოველდღიურად რომ ჩაიძოს პროგრამა მაგალითად და ყველა გვარზე იყოს. ეხლა მე თუთისანი ვარ ლაგოდეხიდან ვეკავ. კონკრეტულად ჩემ გვარზე არ მინდა შეგაწუხოთ, მაგრამ კარგი იქნებოდა ამ ბანის მიხედვით ყველა გვარის ისტორია რომ ყოფილიყო განხილულ ტელევიზიაში. ისე გებძანებოდა თქვენი გვარი ალბათომისთვის და პირადად თქვენთვისაც. თუთისანი. მადლობა. ზუსტად ჩვენ მე დასაწყისში ვთქვი უბრალოდ გადაცემა. აი ლაგოდეხში მაგალითად აი ლაგოდეხიდან ვარო ქალბატონმა და საინტერესო ისაა რომ თქვა იქ არიან სრულიად უახლოეს ისტორიაში ჩასახლებული იმერლები და რა თქმა უნდა და მათ ძალიან დიდი საქმე აქვთ გაკეთებული საქართველოსთვის. დიდი მადლობა მათ ზემო იმერეთ სხვათა შორის ბევრი რეგიონის შენარჩუნებაში დიდი როლი მიიღეს. დიდი მადლობა მათ იმისთვის რომ ცხოვრობენ ზუსტად იქ სადაც ცხოვრობენ და მადლობა ლაგოდეხს და ჩემი დიდი პატივისცემა და სიყვარული მინდა დაგიდასტუროთ და რაც შეეხება ყველა გვარს მე თავიდანვე ვთქვი რომ ჩემთვის საქართველოში მცხოვრები ყველა გვარი არის საინტერესო როგორც მეცნიერისთვის და პატივსაცემ იმიტომ რომ არ არსებობს გვარი რომელზეც მე მიმუშავია მე არ გავზრდილიყავი და მე რაღაც ახალი არ გამეგო იმიტომ რომ ეს როგორ გითხრათ, ცოცხალი ორგანიზმია ყველა გვარი. და საქართველოში ამჟამად არის მოქმედი 20,000-მდე გვარი. თითო გვარის სრულფასოვან გამოკვლევაზე მინიმალური დრო, რაც მჭირდება, არის დაახლოებით 2 თვე. და ადამიანები, რომლებიც ამას ვაკეთებთ, არ ვართ ბევრნი. ნუ არიან ადამიანები, რომლებიც იბრალებენ, რომ ჩვენ ახლა ვინც წერა-კითხვა იცის, მაპატეთ, მაგრამ ვისაც შეუძლია წერა-კითხვა აი ამას ახლა ყველა კითხულობს, მაგრამ აქამდე მოტანა უნდა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ ვიანგარიშებთ, რომ თითო გვარზე დაგჭირდება დაახლოებით 2 თვე და ვიმუშავებთ 4 და 5 ადამიანი, ეს იქნება ძალიან რთული გასაკეთებელი. თუმცა რაღაცა პროექტის სახით მე მქონდა შეთავაზებები სხვათა შორის კულტურის სამინისტროსთან და განათლების სამინისტროსთან და ამას შეხვდნენ ძალიან დადებითად და მე ველოდები მათგან გამოხმაურებას. მე ვფიქრობ, რომ შეიქმნება ბაზა რომელიც უკვე იქნება ხელმისაწვდომი საქართველოში მცხოვრები ქართველებისთვის, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები და არ არიან ეთნიკურად ქართველები და ასევე ქართველი ებრაელებისთვის, თქვათ, ფერედნელი ქართველები. თავისთავად შექმნეს თავიანთი ქართული გვარები, ხო, რამდენიც ებრაულ გვარებზე მიმუშავია. მე მიმუშავია ხალხი მე-6 საუკუნიდან ჩვენ წათაგრუცხავთ საინტერესო რა არის იცით რომ ჩვენ გვაქვს აი თქვათ ჯანაშვილების მაგალითზე რომელზეც მე ვიმუშავე ჯანაშვილებზე და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჩემს პრაქტიკაში. ეს არის სხვადასხვა ფუძიანი გვარი, ანუ არ არის ერთი სისხლის ყველა ჯანაშვილი და მათ შორის არიან ებრაელი ჯანაშვილებიც. მე მინდა ვთქვა რომ და კიდევ ერთი აი საინგილოში მცხოვრები ჯანაშვილებიც არიან. ანუ რატომ იყო მრავალფეროვანი? მე მომიწია ჩათვალეთ რომ ეს იყო როგორი სიტუაცია, იცით რომ მე ვიმუშავე დაახლოებით 3-4 სხვადასხვა გვარზე, იმიტომ რომ ამ ყველა შტოს ჯანაშვილი გვესმის რომ ერთია და ჩვენ გვიჭირს გავარკვიოთ ეს ებრაელი ჯანაშვილია, კახელი ჯანაშვილია, ქიზიყელი ჯანაშვილია თუ ინგილო ჯანაშვილი. თუმცა ამ შემთხვევაში მე მომიწია რამდენიმე გვარზე რეალურად მუშაობა, მაგრამ ნაშრომი იყო არაჩვეულებრივი, ერთ-ერთი საუკეთესო, მე ვიყავი ძალიან კმაყოფილი და იმედია რომ თვითონ ეს ადამიანებიც იყო. გავაკეთე ეხლა უცბად მართლა 2 წუთი გრჩება რა, ერთ მაგალითს მოვიყავ ჩემი მეგობარი გვარად კუკულაძე, გახდათ თურქეთში რაღაც ისეთი წარმომადგენლობის ჯგუფთან ერთად და ვიღაც თურქმა თავიდან რო ეგონა თურქი რო გაიგო რომ კუკულაძეა დელეგაციაში, ნუ გახარებული მივიდა, ქართული არ იცოდა. მე კუკულაძე ვარო, რაც ლაზური რაღაც გვარი ქონდათ რა, მაგრამ ჩვენ ჯერიო იმას გამოკვლეული ქონდა იქ და თან ის ლაზური გვარი სხვანა კი ქართულს გავდა, მაგრამ კუკულაძე არ იყო და გამოკვლეული ქონდა და ჩვენ ფოტოშორის აი აქ მე მინდა თურქულ და ქართულ გვარებთან მე მომიწია მუშაობა ქოქოლაძეების გვარზე და მუშაობის პროცესში აღმოჩნდა რომ თურქეთში მცხოვრები თურანების, აი ჩვენ ჯეოსელის ოსმან თურანი რო იყო, თურანების ნაწილი და ქოქოლაძეები ენათესავებიან ერთმანეთს. ისე რომ ჩვენ თუ კი მოვკიდებთ ამ საქმეს
სიცოცხლეს და გავაკეთებთ, ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთეთ. გაბატონქეთი მართლა დამთავრდა ჩვენი გადაცემის დრო ის და აი მინდა ჩემ მაყურებელს მსმენელს ვინც რა ვიცი რა ეს რამდენიმე ხანი ამ ძირფა სტუდიაში გავატარე. მადლობა მოუხადო რომ თქვათ მისმენდნენ, ვიღაცას მოწონდი, ვიღაცას არ მოწონდი, დღეს ბოლოჯი ვარ ამ სტუდიაში და ნუ ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა მედია კავშირ ობიექტივს ხელმძღვანელობას, არა როგორც ხელმძღვანელობას, არამედ როგორც ჩემ მეგობრებს, ბატონ თარხან მოურავს, ქალბატონ ინაშვილს და სოსო მანჯავიძეს, მადლობა მინდა მოუხადო ტექნიკურ პერსონალს და არ ვიცი, ალბათ მომიწევს ამ სტუდიაში ხანახან სტუმრად მოსვლა და მადლობა პირველ რიგში მაყურებელს რა. კარგი, დღეს ჩვენი გადაცემას ამით დავამთავრებთ, ქალბატონო, ძალიან მწუხარ რომ 1 საათი არ არის ამ თემისთვის არანაირად საკმარის და მე თუ მკითხავთ არც ერთი თვე, ალბათ 24 საათის რეჟიმში ვისაუბროთ, ამოუწურავი თემაა და წარმატებებს გისურვებთ თქვენ საქმიანობაში. კარგად ბრძანდებოდეთ.